დღეს. რა? მე არა ვარ მსხვერპლი, ნუ იძახი მაგას. მე ვარ მგელი და ლომი. და ბოლომდე მივაწვევი ყველას, გაიგე? კატუნი ადამიანს ნახველი არ არის. უზდელი ხარ შენ. მიუხედავად ყველაფრისა ფაქტს გცეთ, მაგრამ თქვენ რაც გააგებს, ეს არის ბრალდება, რო იცოდეთ. და ფაქტებს თუ არ მომიტა, მე სხვანაირად ვიმოქმედ. ეს რაღაცა გითხრეს გოგოებმა, რომ დაგვარიგეო? კი, ძმა. არა, ეს ვარამია. კაცივით მიდი. გეგონება ანუ კაცები გიზიან წინ და გონორით მიდიხარ. დღეის ამას იქით მე ერთ ლუკმასაც აღარ შევჭამ. ცხოვრება დააგდო. რა. Fitness tamada style. Why me ra Found an egg inside this vacuum that smelled like spray. My lips are really chapped, so then I drank a gallon of pop balloons when I eat brownies. I'm hotter than your pet bird. Ana mode. Davida, ეხა დაიწყება, აი. What the heck is that? Are you fancy, huh? What the heck is that? Are you fancy, huh? Everybody pet a cat. ბიჭო, გამატარე. ეხლა ვამჩნევ, რომ ani უბრალოდ პირდაპირ აიღებს ქვაბს და ჩამოაცლებს დავით ხალხზე. არ უნდა გოგოს შეკვა დაანებე თავი, დაანებე. ვარჯიშობს. ანის დილის კოშმარია. თავი დაანა. მოდი. არ ვიდა ბიჭო, ბაცადე ცხოვრება. Are you fancy, huh? გამარჯობა, როგორ ხართ? სალამი და სხედით. გრძელდება ჩვენი Elite Foodies ჩელენჯები და კულინარიული პატარა თავგადასავლები. პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარია რომ კვლავ ხვდებით ერთმანეთს. მაყურებელს მე მაინც კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მე ვარ თაკო ჩორყულაშვილი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებს წარმოვადგენ კომპანია Elite Foods, რომელიც გვთავაზობს ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით და დღეს გადავწყვეტა, რომ კიდევ ერთ-ერთი პირადად შემთხვევით გამორჩეული და საყვარელი ნახევარფაბრიკატი მოვამზადოთ, როგორიც არის ხაჭოს პელმენი. დაწყვილდით და შეგვიძლია რომ დავიწყოთ უკვე. აბა წარმატებები. დრო ამოიწურა პირველი წყვილი ჯავახა და ანა გელოდებით. ოჰო, აბა დავიწყეთ. ესე იგი ჯავახ შენ არ დაჯერდი იმას რომ მხოლოდ გემრიელი კერძები შემოგეთავაზებინა, ეხლა რაღაცა შოუს ელემენტებიც ამ მზადების პროცესში გქონდა. რა თქმა უნდა, რომ მრავალფეროვანი ყოფილიყო. რა საინტერესოა. რა თქმა უნდა. არაჟანი, მაწონი და სერვირება ძალიან საინტერესოა. ეხლა კი. არსებობს ღმერთო ჩემო. იცი არ მე ესე ვფიქრობ რომ ჯერ რაღაცნაირად შევეცდები რომ შენი კონკურენტების კერძებს დავადარო და ამის მიხედვით გავაკეთებ რა თქმა უნდა დასკვნებს, მაგრამ ჯავახასგან უფრო მაგარი კერძებიც გვინახავს. აჰა. ხო. კი, გემოები კარგია, ეს ავოკადოც მომეწონა, რაღაც პიტნის ელემენტები, მაგრამ რაღაც მარილი აკლია. ლელა და დავით, მოდით. ფერებია, ფერები ძალიან ლამაზია, არომატებიც, აი, რაღაც ფურნელება მოდის და ეს მომწონს. ხო, სერვირებაც ლამაზია, აი, რაღაცნაირად დაშლა ცოტა მენანება, მაგრამ მომიწევს. ქვემოდან არის არაჟანი, იმიტომ არის ზემოთ ამოწეული. აბა, ეხლა გემოვნახოთ. საოცარი სუნდა. მოდი პირდაპირ ვიტყვი. მეგონა რომ ცარიელ კარაქს ჭამდი.
ბევრი კარაქი მოგვივიდა. ბევრი არა, ძალიან ბევრი. ფაქტობრივად სულ გადაფარა ხაჭოს და პელმენის გემო. გამარჯობათ. ჰებერვლის მთავარ ერთს სიყვარულის პელმენი. რაც მთავარია, გემრიელია, ნორმალურია, ფერადია, კარგი განწყობა მოაქვს და ცოტა მეც გუნება განწყობა გამომიკეთა. აი რას ამბობ. თავარია. ისევ გამარჯვებული ხარ ერთმნიშვნელოვნად შენ და ანა. მადლობა ამ კერძისთვის. ეს თქვენ ორივეს გილოცავთ და გემშვიდობებით. აბა, წარმატებებით დროებით. მადლობა თქვენ. დავითმა 5 წუთიც კი ვერ შეინახა თავში ამბავი, გზადაგზა ჩამოეფშნა და იმის მაგივრად რომ რაც ჩვენ ვთქვით სიტყვასიტყვით გადაეცა, თავისი ინტერპრეტაციები გადასცა ლელუს. დავით, მე მგონი ზომბებთან გუშინ არ გიბრძოლია, დღეს იბრძოდი და გუში რატო ამოგიჭამეს ტვინი ძალიან საინტერესოა. რას ნიშნავს ეს? ეხლა მე მაბრალებენ, რომ შენ მე გაგიტეხე ჩათი? ანუ ძმას ვიცავი. მაგას გაბრალებ. აი ძმას ვიცავ, აღარ ვიცი რა მეცინება. მაგას გაბრალებენ. რას შუაშია რომ მაგას გაბრალებენ? ლელუს გუშინ რა როდის დავაბრალე? მე ჩემი პირით ვთქვი შენს წინ რომ ლელუზე მეთქი. ლელუზე 1 წუთი მომისმინე. ლელუზე მეთქი. მე ხელს არ ვიშვერ მეთქი. მე მეთქი ვიშვერ დიასაზე. ლელუზე არაფერი არ ლელუზე ჯერ ესეთი ვთქვით რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს. მომისმინე დავით, ამბავი რომ აი აქედან 5 წუთში აი აქ ვერ მოიტანე. ჯერ ესეთი პასუხისმგებლობა უნდა იქონიო იმაზე რომ ხმა ამოიღო და მიპასუხო. შენ ხარ ბიჭი და პატივისცემა იქონიე. ანუ რატო ატრიალებ? როდესაც გადაატრიალე ჩემი სიტყვები. ვინ გადაატრიალა? ჩართედან მოუსე, მოდი ხარ. ჩვენივრად ვიცით, ჩვენ 1 წუთი ჩვენ ჩვენივრად ვიცით და ვამხედრებ არიხო. ჩვენ ჩვენივრად ვიცით 1 წუთი და დიანა შემოვიდა და ბოდიშიც მოიხადა. ადამიანს ნახველი არა. უზდელი ხარ შენ. დავითმა არანაირი პატივისცემა არ იცის ქალების მიმართ. ლელუს მიმართ ჩვენ არაფერი არ გვიყვარს და შენ თუ გააზრების პრობლემა გაქვს, შენი პრობლემა ეგ ერთი. მე გააზრების პრობლემა გაქვს. თავის პრობლემაზე მოვიხადე. ძალიან ბევრი პრობლემები გაქვს მგონია. პირადი საუბარი გქონდა 4 საუბარი კი გოგო, იქ ვესწრებოდი, უყურებდი და ვისმენდი და თქვენი საუბარი. არა, მაგაზე არ იყო ბოდიში. ადამიანი ამხედრეთ და გინდოდა დაგემხედრებია. სხვა რაღაცაზე მოვიხადეთ. ბოდიში შენ იმ საუბარს არ შეესწარი და შენ ახლა ატრიალებ ფაქტებს. მე ვატრიალებ ფაქტებს. ატრიალებ ფაქტებს და მაყურებელთან არასწორად მიგაშენებს ინფორმაცია ვერ გადმოიტანა და ვერ მიიტანა გზადაგზა ჩამოეფშნა ინფორმაცია ან სპეციალურად გააკეთა ისე რომ აი ესე ეთქვა. უკვე სათვალავი აგვერია ცილის წამებებში, ტყუილებში, შეურაცხყოფებში. ეხლა თქვენ ისინი ამაგრა ნერვებს ნიშნეთ, უკვე მართლა გოგოები ხართ და პატივისცემთ, მაგრამ თქვენი საქციელი გეუბნები და გიმეორებთ, ეხლა და არა ამაფრთხო. ჩემი ყურებით და ჩემი თვალებით ვისმენდი, რასაც ლაპარაკობდნენ და საერთოდ მიყავდათ საუბარი და მაგ ყველაფერზე აი ესე მოდიან თვალ და ხელშვა და მიმტკიცებენ ისეთ აბსურდს, რომ გოგოა თუ ბიჭია. აი მაგ დროს შემიძლია ნებისმიერ დროს აუფეთქდე. შემოდიან ბიჭო და კიდე მე მიჩმახები რაღაც. გოგოები ეხა მართლა რა მაგარი მანიპულაცია. აი ბიჭო რა გზის შენ მაგარი ლელუსთან ისეთი ინფორმაცია მივიდა რომ ჩვენ ლელუსს გიშვენ ხედავ რომ დავით არის ძალიან წითელი, ამიტომ გავიყვანე და გავარიდე სიტუაციას, რადგან მას უფრო ემოციების ქვეშ რაღაცა ისეთი არის საუბრა, რაც მერე ინანებდა. როსოკე. წან ბიჭო. მილიონ შევ თქვი. შედი ორი შეურაცხყოფა. დავითი იმდენად აიჭრა რომ ჯავახაც კი შეშფოთდა და გაიყვანა სხვა ოთახში. რას ქვია რამჭირს ბიჭო მოდიან და ხელს მატებენო შენო
ლელუსთან ილაპარაკე ვისაო რომ ლელუს ადებსო ხელსო თუ რაღაცაო აი ეგეთი ბიჭო ესენი მელაპარაკებიან და თვალ და ხელშვა მატყუებენ როცა ძმაო აი ვიჯექი და აი ვისმენდი აქ არიყავი გოგოები არიან არ უთხრა არაფერი ისეთ სიტყვა რომ მე აი ესეთ ადგე და აი ბოდიშიო გოგოებო ეგეთ სიტყვა ვაფშე არ ვეტყვი ბოდიში პასუხისმგებელი ვარ ჩემ სიტყვებზე მაგრამ მართალი ხარ იმ ხრივ რომ კიდე კაი გამომიყვანე თორე აი უკვე ვეღარ შევიკავებ შენ ვარ ბიჭო არ შეიძლება მასე დავიცო რა ხო და გამოვედი და ეხა დავამშვიდდები ვსო მოგედა სახი გაკ დაკარგული ბიჭო არ მინა ამჭერეს შენ მიკა ბიჭი მაინც იყოს მე ესე რომ ბიჭი იყოს მართლა გავა ივენტისთვის ლაშა ყველაფერი მზადა გვაქვს ფორმები მოსულია, ყველაფერი მოსულია და სიმღერებიც ავარჩიეთ. ხო, სიმღერებიც რიგის მიხედვით ყველაფერს გავაკეთებთ. ეხა არის თემა საჭმელი რა და შენ წინაზე რო იყავი. კაფე მოლეა, გამოძახებაც აქვს. მოდი ნომერი მოძებნე, ეხა უცე. დაურეკე და ალო. გამარჯობათ. დიახ, ისმენთ. ჰაუსიდან გიკავშირდებით ჩვენ? დავითი ვარ მე. უკვე ერთხელ თქვენგან მოვიტანეთ და ეხაც გვაქვს ივენთი დღეს. ტაკო გვინდა 10 სეტი და მექსიკურიც გაქვთ, ხო? ეგეც 10 რო იყოს. 8-ზე ჯობია რო აქ იყოს რა. მიხარია რომ მოგეწონათ და პირიქით მადლობა თქვენ და ძალიან გვიხარია რომ გამოძახებაც არის რო ჩემო დავით. აჰა, ეს თემას მოგვარდა რა. ჩაარტყე, ეგ არის. ჩვენია. მინდა გითხრათ რომ მოვიდა საჭმელი. ვაიმე, ტაკოები გაიჩითა. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი საღამოს გაფორმებაზე იზრუნა ფართი ლაბმა, ხოლო ჩვენი საღამოს ივენთი კი შედგება ფილმების პერსონაჟებისგან, რომლებიც წარმოდგენილები ვარ თითოეული ჩვენთაგანი იმ ფილმებიდან, ვინც გსურდა რომ ყოფილიყავით. აქ არის მრავალი ფილმიდან მრავალი ძვირფასი და საყვარელი პერსონა. სულ 5 კაცი ვართ შეკაიკაცო, რა ბევრი ფილმი და რა ბევრი პერსონაჟი. სად ნახე შენ აქ ბევრი. ეხა კი მინდა რომ მივესალმოთ იმ სტუმრებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვეწვით. მოგესალმებით პირველ რიგში თითოეულ თქვენთაგანს, ვინც დაგვაფასებთ და მოხვედით ჩვენს ივენტზე და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ეხლა კი მინდა შემოგთავაზოთ თითოეული ჩვენ ვართ ის პიროვნებები, რომლებიც წარმოვადგენთ ფილმების პერსონაჟებს, რომლებიც ჩვენ გვიყვარს. შემოგთავაზებთ თითოეული ჩვენთაგანის შესრულებას ამ ფილმის პერსონაჟის, რომელიც იქნება პირველი იქნება აგერ ჩვენი ძვირფასი ჯავახა, გახსნის ამ საღამოს და ჩემო მეგობრებო, ამ საღამოს გახსნილად ვაცხადებ. Trust me. Everything's gonna be fine. You met me at a very strange time in my life. ესე იგი, ჩემო მეგობრებო, ჩვენი მალენა დაჯდა და სიგარეტი დაითრია და უცებ ამ მომენტში ხო უცებ ძალიან ბევრი ბიჭი უნდა გაიქცეს და მოუკიდოს ეგრევე, მაგრამ ჩვენ ლელუსთან მხოლოდ ორი ჩვენი უსაყვარლესი და მისგან ცნობილი ფანპეიჯი მიდის და უკიდებს სიგარეტი. რა ხდება ლელუ? ეს ხომ არის შოუ, სადაც ძალიან ბევრი ბიჭი უნდა მოვიდეს, მაგრამ რა ხდება აუში?
შემდეგი გვახლავს ჩვენი ულამაზესი დიანა, რომელიც არის უკვე გავაკეთე ყველა ჩემი მოძრაობა და მეგონი ყველა ხდება. რომელი პერსონა არის? აქედან გამომდინარე, მოდი დავუწყოთ სანახაობით და დავიწყოთ. მადლობა. აპლოდისმენტები ჩვენ ბოსს გამოდის. Cross my heart and hope to die. Welcome to my target. Let it be! ჩემო მეგობრებო, ამით არაფერი არ დასრულებულა და ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ეხლა მე მინდა მოვიწვიო სპეციალური სტუმარი და ეს გახლავთ გოგა მესხი. Check how you go real slow. Check out your shoes. I'll take off your shoes, baby, check out your dress. Yes, yes, yes. You can leave your hat on. You can leave your hat on. You can leave your hat on. Go there, turn on the light. Oh, that's right. Come over here. Stand on the chair. Oh, that's right. Raise it on the air. No shaking. You give me reason to live. 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 You can leave your hat on. Sigijam te moment. ეს არის ამას უნდა აკეთეს. ეს არის ჩვენი ბრალდება, როგორც ვთქვი. ჩვენი ბრალდება და ფაქტები სულ ჩემი მოსაზრებაო და პირდაპირ ჩემი სახელით. ჩემი სახელით თქვა, ეს არის ბრალდება ჩვეულებრივი პირდაპირ. ანუ ეგრეთ ემაიც, ანუ პირდაპირ, ანუ შემძახა თიც ვერ იშვერენ, იმიტომ რომ აი ნახე მე მუზემა რა გააკეთეს ლეუსკენ გაიშვერეს თითი, ეგ არ უნდათ რომ ხალხმა იფიქროს და ანუ შენიდან ჩემთან და ჯავახას კონფლიქტი უნდათ პროსტა. მაგარს არ იგებენ, მაგარ. კუშინ ჯავახ მოგ დაიფიცეო. ხო, ნახე გვიდა. დაიფიცე. თუ არ დაიფიცე. შენი თუ შენი სიტყვით მოდიხარ და დაიფიცე. ვაფშე. აი მე რა ცივი ხარ. ხო ის როგორ ვარ. ეხლა მინდა რომ შე რო გახვალ აქედან ესე წამოყვან. კაკასომეთის მერე? კაკასომის ვერ დაბოდების ხარ და წავედი. მაიცა მაგაზინში წვერო აგეთი იასა მოვიდა და წაიყვანაო, ხო იცი? პროსტა დავითი ძალიან ეს ტრებზე უყურები უთხრა და ვიცი.
მართლა მე არ უკადუნი ხარ. რას ლაპარაკობ? აი ეს ახლა უკადუნი ხარ, აი. როზენი ხარ დავიტან ხარას მეუბნები. მაგათმა წარმოგიდგენი არა მოგوات. აი ვიღაც ხომ რომ მოიგეს. ანუ რა მოხდება წარმოგიდგენია? ვიღაცა მაგას არიგებს მაგათ. მაგას არიგებს. აი მაგას ხოლა ქმედება არ დარიგებული. ვაფშე ხოლა ქმედება. ვაფშე. ჩემი აზრით შეყვარებული მოსიყვარულე წყვილისთვის, რომლებიც ისედაც ესე იშვიათად ნახულობენ ერთმანეთს, ბევრად უფრო საინტერესო თემები უნდა არსებობდეს განსახილველად, ვიდრე მაგალითად ორი მუზა, მათი სტრატეგიები და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი კამერების ქვეშ გასაჟღერებლად იყო ნათქვამი? მუზებს გამარჯობა რო უთხრა, ჩებეულებრივ ცინიკურად ჩაკითხულიან. ხო ცინიკურად გამარჯობა უთხრაო. ჩვენ მომიმარჯოს. როგორ მარჯოს? ბევრი წარმატებული და ერთად. გასკნო გულზე და შულზე. დაწერო მე რაც უნდა, იცი? აი რაც უნდა წერო. ძალიან გაგვიხარდა ანასტასიას დაბრუნება ჰაუსში, რა თქმა უნდა, სიხარულით ვეგებებით, უკვე ძალიან მოგვანატრა თავი. მართლა მინდა ვიწერაო, წავიდეთ? მოგვენატრე, გოგო. აბა, შენი ოთახი სკარეში როგორ დავალაგე ყველაფერი მეთქი. რა დაალაგე ისედაც მოწესრიგებულია ყველაფერი. რა ვიცი, აქ შარებს ხდებენ თვითონ ორი მუზაში. არ არიან ხო კიდე აქ. არაობენ. ჩემზე. მეტრიჩკა უღენია, აბა რა იმას. თურმე ორი მუზას ოთახია? ვინ არის? რასო? რა ვიცი, არაფერი ჭორაო. დავისაუბროთ ცოტა და აუ მეც და დავიბალკო გამისკდება. გაწვევათ კოალიცია? აწვევით? არა, ანა აღარ არის კოალიცია. რატო? არ ვიცი, გადაიფიქრა. ჩვენ დაუყოძეთ ერთმანეთს. მართლა? მე შეგარ გითხარი, აი გუშინ. არ უყურებდი? ლაშ უყურავდი, მაგრამ ხო გითხარი რომ კოალიცია. იცალი დროშა რომ მოვა და პანგურსა მოკრავს მეთქი, ხო ცოტა ისე გითხარი, მაგრამ იცალი დროშა როლაშას გადაულოცე არ ნახე? დაიძაბა სიტუაციები და ჩემთვის რო ეხლა არ ვიდოთ. ქრობრაზე გავლენის ქვეშ იყავი. რეალურად. ნახე როგორი მომენტია. უცხელად გელაპარაკები, ხო იცი, გარეთაც გელაპარაკე მაშინ. ჩემოდანი რომ მქონდა მაშინ. ხო, გარეთ. ანუ მე რომ მივდივედი და ჩემოდანი მიმქონდა, ანა მითხრა ნეტავ შენს ადგილას ვიყავ და რატო მეთქი რა ხდება თქო რა? ხო და ძალიან დავიღალე უკვე და ეხლა მეთქი ჩესნად მითხარი პეტრიჩკების გარეშე თქო. აი ამათ ხომ დაგაწერინეს მეთქი ციკლე დროშაო და ხო? არა, კაცო. მართლა? არავის არ დაუჯერო არ თქვი და შენ იმას მიაწეკიო. არა, მე გითხარი, ეგ რომ მიპასუხე, მე გითხარი რომ მეთქი არავის არ დაუჯერო და შენით იმოქმედებ. ხო, მე ეს გავიმარტო შენით გააკეთეთ ხო? ანუ მოწა დამიქნე თავი ხო? ვერ გავიგე გოგო რა თქმა ის გავიგე. დაგაწერინეს დროშა თუ არ დაგაწერინეს? დაგაწერინეს დროშა თუ არ დაგაწერინეს? ანუ მაშინ მითხარე კიო და გოგო ნახე როგორ სიტუაცია ძალიან მარტივად დაგიხსნით. თავზე რომ დავიტებ. ანუ ძალიან მარტივი პასუხი. ანუ ყველასთვის განსხვავდება სიტუაცია. ნახე ვიღაც შეიძლება უყურებდეს იმას რომ ვიღაც გამოიყენებს სიტუაცია და მარტივი კითხვა. არა, ნახე მე შეგიხარი რომ კიო ამათმა დამაწერინესა და მე გითხარი რომ მეთქი ხო დააწი მარტო ითამაშე თორე კოალიცია შენს წიხს ამოგარყავს. ანუ ნახე მართლა თავიდან ხო შეიძლება ანუ გასაგებია, მაგრამ ერთ სიტუაციაზე ხედვა განსხვავდება. ვიღაცა შეიძლება უყუროს ისო ნახე, მე ბევრი რაღაცები არ ვიცოდი თავიდან. ამ კითხვაზე ანა შეიძლება ეხლა დაბნეული იყო და არ იცოდა რა თქვა, მაგრამ ისეთ სიტუაციაში ხარ უკანონი პოზიციები, იმენა ბოლომდე უნდა გაიტანოს. და შეგიძლია თქვა პირიქით რაღაც მომენტები რაც ზეგავლენის ქვეშ იყავი რეალურად და შენ მითხარი. გააჩნია ვინ როგორ უყურებს ზეგავლენის საკითხს. ან ვიღაცას შეიძლება ეგ იყოს ზეგავლენის საკითხი, მაგრამ ჩემთვის ის მომენტი იყო რომ ბევრი რაღაცები არ ვიცოდი. ის ინფორმაციიდან გამომდინარე. ანუ შენ გაიცანე მაგათინა თქვამე. არაფერი გამოფოლიცინებია მაგათინა თქვამე. პირი ინფორმაცია მქონდა. ანუ იყო ნათქვამი თუ არ იყო? რა? არ გამიგია ეს რა სხვას. მე ერთადერთი გამიგია. ანასტასია მარა, ამ შემთხვევაში კითხვა არის ასეთი. იყო თუ არა ბიცგი იმაზე რომ ანასტასიასთვის არა. არანაირი ბიცგი არ იყო.
არა წვეტილების და კასოს სიტყვების მერე ანას აშკარად თვალები გაუფართოვდა, ცდილობს რომ თემა უბრალოდ გადაიყვანოს, რომ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გასცეს. ანა ყველაფერს უარყოფს, თუმცა მისი body language საპირისპიროზე საუბრობს. ცხადია, რომ კოალიციის ლიდერი როგორც უნდა, ისე ატრიალებს დროშებსაც და ადამიანებსაც. ანა უკვე გვიანი არის, უნდა გაერგო შენს პოზიციებში და უნდა დააფიქსრო შენი აზრები. ანასტასიამ შემოიტანა ის თემა, გარეთ ხო დამემშვიდობა და რაღაც ვისაუბრეთ, მოკლედ შენ აზრზე იყავიო და რაღაცა რა. და ეხლა ამბობს მუზებთან, რომ მეო კითხეო, ხო შეთანხმებული იყო წითელი დროშებიო, ჩემთვის რომ მომოწმე და შენ მიპასუხე კიო. ანასტასია. ეხლა დავიცნო დაველაპარაკო. გზაში ნახე ექსტრემი, რა დღეშია? გოგო, ეგ არიცი, მთელი დღე რა დღეში იყო? ანუ გადავირიე. იმენა გადამწარებულია ჩვენზე და აი ყველანაირად აგრესიას ესე გამოხატავს, რა ვიცი. ჩვენი საღამოს განლამაზებისთვის და გაგრძელებისთვის იზრუნებს სახელოსნო ბარის რეზიდენტი DJ. აპლოდისმენტები მას. ცეკვავ და ვარ მშვენიერ ხასიათზე, რადგან ჩემი ფართი არის ძალიან მაგარი და ყოველთვის ასეთი მაგარი და საუკეთესო იქნება, რადგან მე ვარ ესეთი მაგარი. აი ყოე ზოგადად ემოცია ეგრევე მეტყობა ძმა სახე. ხო და ძმა ვა, რა გავაკეთე მე ხარ? ამომას კაი. არა უშავ დავით, ჩვენ ისეთი ადამიანობა დაანახე აქო. დავარი ადამიანობა მეგონია რომ ადამიანობა. ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში, აი უღრმესი მადლობა რომ დამაფასეთ და ჩემ გვერდით გაატარეთ ეს რამდენიმე საათი და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს. მიყვარხართ, მიხარიხართ და მაბედნიერებთ. ფართი დასრულდა, მუსიკა შეწყდა და სიჩუმემ დაისადგურა და ეს ის დროა რომ დიასამ ხმა უნდა ამოიღოს. კინატი ის რა ჩვენ თქვი ეგარი ბრალდება რო იცოდე. შენ რა ჩემი მოსაზრება. არა, შენ ნარატივი გაუშვი ხალხში. და ფაქტებს თუ არ მომიტა მე სხვანაირად ვიმოქმედებ. ფაქტები სხვა საბრალებები. ის არის ბრალდება, რომ მე ადამიანს გაუტეხე თავის საკუთარი გვერდი. დიასა ძალიან გულდაწყვეტილია მუზებზე. იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. და რა თქმა უნდა ის ბრალდებები რაც მის მიმართ გაჟღერდა, ამაზე რა თქმა უნდა კითხვა იყო. ფაქტები გააქვს. არ გაუტეხე? მე გაუტეხე? არა, ეს კითხვა. იქნება შენ გაწყობდა. ანუ ხო, ბრალდება ხო და ესეც ბრალდება. ლელუმაც ბრალდება და გუში. ლელუმაც ბრალდება და ბრალდება. რა ბრალდება და? ანუ შენ თქვი რომ ჩვენ გვაწყობდა. მე მომიტანე. ჩვენ გვაწყობდა. თქვენ რა ვიცით ჩემზე, მე პასუხი გაგეცით, თორემ ჩემი ბრალდება არ იყო ეგ. ფაქტები მინდა, ფაქტები. და მე თქვი თამამად, რომ მე გაუტეხე ამ კაცს. ეს არის ჩემი მოსაზრება. მე მაქვს უფლება. არ ნებისმიერი ჩემი მოსაზრება გავაზრდა. არა მარტო ჯავახას. შენ შეგიძლია უთხრა ჯავახას, ლაშას. ეს არ ეწოდა მხოლოდ ჯავახას. ეს იყო ის ჰეითი და ის ბინძური თამაში, რომელიც იყო შეკერილი ორი მუზას წინააღმდეგ და აი ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენ თავიდან არ გვინდა მუნიჭო პროვოკაციაზე წამოგება. ეპიცენტრში მოხვდნენ დიასა და ლელუ. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი გაჩერება როგორც
ხანძარის ასევე შეუძლებელია და ჩვენი სათქმელი ყოველთვის უნდა ვთქვათ და დაუბრუნოთ პასუხი. მე მაქვს სრული უფლება გამოვხატო ჩემი აზრი, რაც ამ შემთხვევაში ლოგიკას ექვემდებარება და არ ვაპირებ ბოდიში მოვიხადო. მიუხედავად ყველაფრისა პატვის გწევთ, მაგრამ თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის ბრალდება, რო იცოდეთ. ადამიანის მიმართ, გარი ადამიანის მიმართ არის ბრალდება. დიას, მე არ გთვლი შენ გარი ადამიანებს. შენ ჩვეულებრივი ჩვენი პეტრიჩკა. მე არ ვარ აქ. და ჩემ გოგოსო, ჩემ მეგობარს ხარ დაუჭერ კიდევ ერთხელ. ეგ არის ჩემი ხარ ყოველთვის. ეგ ჩემი აზრი. ყველაფერი კონტროლის ქვეშ გაგდიეს. ყველაფერი კონტროლის ქვეშ. როცა ფაქტები არ გაქვს, ადამიანს ბრალდება არ უნდა წაუყენო. ასეთი ჭორები არ უნდა გაუცალო ადამიანს, რომ ასეთი სიბოროტე დააბრალო. რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილია, აღელვებულია და გულწრფელად ესაუბრება გოგოებს. თუმცა იქიდან რას იღებს ირონიულ ღიმილს და შეტევას. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია ნებისმიერ ადამიანს დაუჭირდეს. ბრალდება წამიყენეთ, მაგრამ მე შემიძლია ნებისმიერი მოსაზრება, რაც მომივა თავში, გავაჟღერო. მე შენს გააჟღერე გუში ბრალდება ჩვენს. მე ეს იყო პასუხი ლოგიკური. ჩვენ უფრო გვაწიან არასწორად მიგაქვს ხალხთან ინფორმაცია. თქვენგან რომ მოვიცინე, უბრალოდ მე გავიხსენე ლოგიკური პასუხი. მე არაფერი დასამალი არ ამაქვს. ეგრე ყველაფერი ეგრე მე რაღაც უბრალოდ ერთი თხოვნა და აი აქ ვარ თქვენ მე თქვენს მიმართ დავიწყე რამე თქვენს მიმართ დავიწყე რამე ან რამე ცუდი გაკადრეთ ან რამე დავიწყე მე თქვენ თუ ვიმესე რამე კონფლიქტი მოგივიდათ მოგვარდებით არ მოგვარდებით მაგრამ მე რა დაგიშავე მე კარგი სმეტი რა გამიკეთებია თქვენთვის ანუ მოდი ხარ და ბრალდებებს ეწამოთ დიასამ აი ესე მიხვედი ადამიანთან და დიასამ შენ გაგიკეხა გვერდზე არა კარგი სმეტი რას გულისხმობს რომ რამოდენიმე ჯერ საჭმელად ვიყავით რატო ეძახი მაგას მაშინ ანი საჭმელას რატო და რაზეა საუბარი მაშინ რო იძახი რომ კარგი სმეტი არაფერი არ გავიკეთებია კითხულობდი ჩვენ ცოტა შენს მიმართ კარგი დამოკიდებულება ჩემ გაცუდი რამე წამოსვლა თქვენს მიმართ წამოსვლა მითხარით პასუხი არ არის წინა თვითონ დაფიქრება ხდება თქვენ ასკარად მოხვედი ფაქტზე ჩემი ჰეიტერი დაივიწყე ჩვენ არავინ არ გვარიგებს და ჩვენ აქამდე მოვედით ჩვენი არის შენ წინა ფაქტზე გააჟღერე ესეთი რამე რომ ჩვენ მოგების ღირსები არ ვართ თუდად იქცევით ვაიმე რა შენი გადასაწყვეტი არა შენი მასაზრებია შენს ჩვენ მაშინ უკრავეთ გავაჟღერეთ რომ შენ დაარიგებ დელს და ეგრე დაბრუნდები ესეც იყო ჩვენი მოსაზრება არა მაგ რაღაც მაინტერესებს ესეთ რაღაცა გითხრეს გოგოებმა რომ ანუ რაღაცა დაგვარიგეო? კი, ძმაო. რაღაცა დაგვარიგე. არა, ვიციო, დაგვარიგე, არავინ არ ყოფს. დასაბუთებელი რა? არა ეხერებია. არა ეხერებია. შენ ყავდა, შენი ფუკლაკა. ლელულს ყავდა თავის დიასა. ყველას ვიღაცა ყავდა და ჩვენც არა ეხერებია. ინე დაგვარიგე. დიახ და ანუ ამ სიტუაციასაც ბევრი აკრიალებს სხვანაირად. დასაბუთებას. თქვენ რა გქონდება? დიას, უყურე ეს არის არა შედი თეორია მოსაზრება. შენ თუ იძახი მე ეს არ გამიკეთე რომ ოკეი არაფერი არ არის ჩემთან გაფიქრებ საქართველოს გიყურებს და არა მარტო საქართველოს ანა რაგნარი იქიდან ხანაკიდან ქალიკატა ხანიკიდან ზორო არ ვიცი რა ხდება და ოღონდ ამ სიტუაციაში ყავს ახალი მონაწილე ოღონდ პეტლიჩკის გარეშე გესმით რა ხდება ჰაუში ხერჭართული ბრძოლა მიდის ჰოლივუდი იბრძვის თლიანი ჰოლივუდი ოღონდ ახალი მონაწილეც დაგვება და ამ კონფლიქტში მე ვთქვი რომ ის რაც ხდება მუზების წინააღმდეგ და ის რაც მოხდება წინააღმდეგ იყო დამხევა არ იყო დამხევა და ამაზე დავსვიქი შეიძლება აწყობ და ბრალდებებზე პასუხს მოგთხოვენ ეს შოუ არ არის ბრალდება კიდევ ეს არის ბრალდება ბოდიში დავიწყე ეს არის ბრალდება ეს იყო ჩვენი მე არ გამოსვარ მე კიდევ შემეორებ რადგან შენ ძალიან აქტიურად ხარ ჩართული ამ პროექტში ყველანაირად ეს ადამიანი პროექტი არა ჩართული დიანა ჩემთან არის ჩემი მეორე ნახევარია
ვიცით და ზუსტად ამ სიტყვებიდან გამომდინარე იყო ჩვენ მოსაზრება რომ ესე მეორე ნახევარი ხარ და ყველაფერს გააკეთებ დიას ძალიან კარგად ვიცით წინა ლაივზე რატომ არ აიღო ლელუმ ბევრი ხმა იმიტომ რომ თქვენი ფეიქ აკაუნტების გამოყენება გადაწყვეტილ მოდი შენ მეგობრებო ეხა მოდიშით რომ პირველში მემაბატია ძინაიდან დაარღვევარი მოაკდა ლელუმ ვარდებული ვარ ეს სიტუაცია ეხა გავანეიტრალო უკვე წინათი ხალხი არიან სტუმრები არიან თუ შეიძლება დამშვიდეთ ანუ ჩვენ დავიწყეთ ჩვენ ეხლა რატო გვეუბნები და აი მამაკაცი არა უკვე დავიწყეთ ყოველთვის მუზებთან და ჩვენ გვეუბნება მორჩი ჩვენ დავიწყეთ მე მინდა ფაქტები რომ მე გაუტეხე ეკაუნტი რომ მე გაუტეხე ხო ამიტომ განაბეთ რა ჯავახას გაუტეხავდი მუზებს კაცო რომ შემეძლოს всё შუა კამათში ჩვენი გულშემატკივარი გვაწვდის ტელეფონს, სადაც არის ვიდეო, სადაც ორმა ზრდასრულმა ადამიანმა, ჩვენმა ყოფილმა დაქალმა და ამ ხელა სტატუსიანმა მამაკაცმა გაგჭორეს. შეამოწმა და ორი წელი რომელიც ავსე იყო შეიტანა. არის ის ადამიანი რომელიც დასცინის გოგოებს რომ ოთახში შეიტანა საჭმელი? მან რა მოხდა ამაში? რა მოხდა ამაში? რა არის ისეთი? რაო? დასცინის არა ის კიდე რა ერთი წამი ეხლა მე მალაპარაკე თინათინ გეყოფა ესეთი საფციელები ეს ის არის რომ გამიყვირდა რა საჭმელი აიღე და შეიტანე ეხლა მე რა მოხდა რომ შეიტანა ხო და გაყვირვება ანუ ეს არის გაყვირვება ერთი წამი რანაირად გაგვიკვირდა რომ პარტიაზე ამდენი ხალხი არის და უცბად გრძე ვიხედავ და ასე უბრალოდ და ვხედავ თინათინი ამოიღო ერთი აქედან 5 საჭმლის და მიაქვს ოთახში და ანუ ამაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს? არაფერი? ერთი წამი ფართილზე მეგობრებო ფართილზე ვარ სადაც ამდენი სტუმარია მოსული ადამიანი იღებს საჭმელს და მიაქვს ოთახში ანუ ოთახში და უკაცრავა თუ გამეღიმა ჩემს ცხოვრებაში ესეთი რამე ჯერ არ მომხდარა რა სტუმრები რო არიან ამდენი კამერა აქვს და ამდენი ლეია შენ როგორ შეიცით ჩვენ წონაზე გართულება გაქვს ლელუ ჩვენ წონაზე გართულება ერთი წამი ეხლა შორის აღარ მიყვეს ეს სხვათა შორის ორნი ხართ და მე ლელუ იცი რა როდესაც ჯავახა დაკვირდი შენ ესეთ რაღაცებს არ აკეთებ ესეთ რაღაცებს არ აკეთებ იყო ადამიანი რომელიც საუბრებოდი ოდესაც და მე მილიარდი კომპლიმენტი მაქვს მისთვის ამაზე ნათქვამი და გამიხდება მე ვიზუალურად დავინახე რომ თქვენ გასწამდი არა შენ გინდა ესე მე ვიშინთქვი ეს რომ კომპლიმენტი და ამას ვერ წარმოვიდგენდი და შეიძლება თუდად მიიღო ადამიანი ვიზუალურად კომპლიმენტები ეს არ არის ადამიანისთვის და წონეში რო იმატებს თინათის ეს მოსწონს და მე რო ეს ვიცოდი ეს იყო უბრალოდ კომპლიმენტის სახით ნაშველია როგორც ისწავლელი ანუ მუსები იმაში კამერა ერთ სადადექით მეორე კამერა მეორე ძალიან კარგად წავიდეთ ეხლა ვინ ერას ეს რა გავიდგა ოჩახ მეგობრებო დასი დაუყრათ კომპლიმენტი ვთქვი და როგორ გამოატრიალა ვაიმე ბოდი შეიმინგი ეს რა თქვა ლელუ ეს რა გაჟღერა ჯავახას წინააღმდეგ იყო საბოტაჟი და ის რომ ორი მუზას წინააღმდეგ იყო საბოტაჟი ჩემი აზრით აწყობდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მონაწილის გულშემატკივარს და თუ ეს ბრალდება იყოს ბრალდება ანასტასია დამშვიდი ძალიან გამიხარდა როგორ სტუმრე ძალიან გამიხარდა როგორ სტუმრე საუბრები და ძალიან გონურზე ხარ იმენა ესე თითქოს კაცებს ელაპარაკე თქვენ შემოთავაზდით
დაბრუნდი რო იცი არ მოქვს ჩემი აზრით არა ხარ მონაწილე და არა რას ქვია მონაწილე ეგრე ჩემ აქ ყველა ჩემს სტუმრებსაც აქვს მაშინ აგერ დააფიქსირებენ ადამიანებს შეთამიცა ეგ დაგიფიქსრებ რომ არასწორი ხო და ეხლა შენ როგორც არ ხარ მონაწილე შესაბამისად მე არ ვქური საჭირო პასუხები არ გაქვს თავი რო გქონდა არა ეგ სხვა რამე კაცებით მიდი გეგონება ანუ კაცები გიზიან წინ და გონორით მიდიხარ გონორს რას ეძახი შენ გონორს ეხლა ნერვებიდან არ გადამიყვანოთ ჯერ გადიხარ უზრდელებს რო აძახებ ამ ხელა გოგოს მაგის პატივისცემა მაინც უნდა გქონდეს ამ ხელა ბიჭს ამ სახლში ვინმეს მაინც ხომ უნდა გამოეხატა ის რომ დავითი არასწორად მოიქცა როდესაც ესე გვესაუბრებოდა და ვინ გამოხატა ეს ისევ სუსტმა არსებამ რომელიც უკვე მონაწილეც კი აღარ არის ყოფილმა მონაწილემ რომელიც დაბრუნდა და ძალა მოიკრიბა ამ უსამართლობას შებრძოლებოდა ძალიან დიდი მადლობა ყველა სიტყვისთვის აუცილებლად გავითვალისწინე თუ დაიმსახურებ აუცილებლად მიიღებ კიდევ ანგელოზი გოგო ხარ შვენურად გამოიყურები მინდა აღვნიშნო ჩემო მეგობრებო რომ აი ესეთი ანგელოზები რომ თავს ვესხმიან და ვიყო დემონი ძალიან გვიანია უკვე შენი პოზიციებისთვის თავიდანვე ლაშაჩკვაზე არ უნდა გევლო შენ აი ბოლომდე ყველაფერს ვიტყვი რა 24 საათი ადამიანი არის კავშირში კონტროლი აქვს ყველაფერზე რაც აქ ხდება და იძახის არ ვარო მონაწილეო ფაქტიური მონაწილეა პეტლიჩკის გარეშე არა რედაქტორონში მე ვიქნები ჯერ ხო არ არის პრობლემა თქვენს რჩეულს უგულშემატკივრეთ კარგად არ მეგობრებთ ლელუ კარგი ურთიერთობა გვაქვს იცი ლელუ ადამიანთან ადამიანური კავშირის დაჭერა არ ნიშნავს მეგობრობას მეგობრები ეგრე იოლად მეგობრები არ იყრებიან იქნებ ლელუსგან მორიგე შეურაცხყოფა თუმცა უკვე აღარ მიკვირს ხალხო აღარ მიკვირს ეხლა გიბიც ვართ აქ ბევრი რაღაცეები არ არის და ადამიანობა აქ ბევრად იკარგება ვიდრე რაღაც სხვა რაღაცეები ანუ ადამიანობა იკარგება შენ ხარ ის ადამიანი რომელიც მოვიდა ქალებთან და არა კაცთან აი ამ შავი ღვინით ღმერთმა გაგიმარჯოს და არა კაცთან ღმერთმა გაგიმარჯოს თინათ არანაირი ფაქტი არ გაგაჩნია და დიასას აეუბნები რომ შენ გაუტეხეო და შენ რა ფაქტი გაგაჩნდა როცა ლაშას ეუბნებოდი რომ ეგო ტყუილიაო და შენ ახლა გჯერა იმისო რომ ეს ჩათები მართალი არ არისო რა ფაქტი გაგაჩნდა რომ ერთი წამი ლაშა მე არ ვთქვი რომ 50-50 მე მისიც არ მჯერა ხო და მე ვთქვი და მე ხო და მე ეგრე ვთქვი რომ ეს არის ჩემი მოსაზრება ეს არის თეორია თქვენი ისტერიკებით დავიღალეთ თქვენი გაშავებით უკვე ყელში შენ არ გაშავეთ შენ თვითონ შენი ლაპარაკებით და დისკვალიფიკაციით შენ თვითონ შენი საუბრებით არ შავეთ შენ ცხოვრება დაანგრიეს ჩვენ არავისი ცხოვრება არ დაგვინგრია ბოროტმა არსება მადლობა ნეტა რა გავაკეთეთ რომ დაგინგრიეთ ცხოვრება მუზები ვერ გააძღნენ ჩემი გაშავებით მუზებმა დამინგრიეს ცხოვრება 9% კი არა 0% უნდა კონდეს ლელუს რეიტინგი ახლა სანამ 0-ზე არ ჩამოვა იქამდე რანაირად მოისვენებენ და მე ესე ვზივარ წევა რომ უყურებ რა ხდება ვერ ვიგებ ხალხო აზრის დაფიქსირება მინდა მაგრამ ხან ერთს ვფიქრობ ერთი უნდა დავაფიქსირო მე ის რაღაც მეთქი ესეც მართალია მოიცა და უცებს არა რა უნდა დავაფიქსირო მე ეს სიტყვის რაღაცას ისე მართალი მე ისე ვერ გავიგე რა გავიგე და ბოლოს აი ესე დავჯექი ვუყურებდი ამ ადამიანებს მეთქი ვუსმენდი და რა ვიცი ამ ყველაფრით ტკბები როდემდე ვითმინო აი ეს რაღაცები პროსტა და კიდე მე გავშუნდე და კიდე მე ხმას დაფუძიო რომ აღელვებული ვარ ადამიანურ თემაში და აქ რატო არ გაჩერდით ივენთი არ მოგეწონა არა უბრალოდ ხმაური იყო და ანასტასია რა არ მოგვეწონა დავიმხე ყველაფერი თავზე ყველანაირად თავი მისწნება 200 მაქვს წნევა და დავიმხე ვიცებ ყველანაირად აი ეს ძლებით დავსამარდი და იძახე რომ ივენთი არ მოგვეწონა ყველაფერი გავაკეთე რომ ეს ივენთი შემდგარიყო დავით კარგი და მართლა ეს უმადურობა ამოვიდა ყელში ამ ორი დღის განმავლობაში მუზები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ზეგავლენა იმქონიონ ჩემს ფსიქოლოგიურად და მენტალურად რომ გამომიყვანონ წყობილებიდან და მაქსიმალურად იმუშაონ ხალხზე და აუდიტორიაზე რომ დავითი როგორც ეხა ცვია შავი მაიკა ასე გაშავდეს ხალხთან მაგრამ ეს ყველაფერი
არ გამოგივა. საწოლიდან ამაყენეს, სუდად ვიყავი, გამოვედი და ვიცეკვე, რომ არაფერი, რომ ყველაფერი ლამაზად ყოფილები, აღარ შემიძლია. ყველას წითელ კოჭს უგორებ, მაინც თინათინი ცუდია. ეს ადამიანი გამოდის მსხვერპლი. რა, მე არა ვარ მსხვერპლი, ნუ იძახი მაგას, მე ვარ მგელი და ლომი. და ბოლომდე მივაწვევი ყველას, გაიგე? თუ საჭირო იქნება. ღმერთმა შეგარგოთ რა. ხელები ამიწევია, ღმერთმა შეგარგოთ. დღეის ამას იქით მე ერთ ლუკმასაც აღარ შევჭა, მორჩა წყლის მეტი ჰაუსში აღარაფერს აღარ დავლევ. თუ ესეა და თუ ესე წყინთ ჩემი საკვების მიღება, ხალხო რა გწყვით? სულ მაინტერესებს არაფერი ეხლა რა. დიასა, 24 შვიცე იმენა დიასა აკეთები. ვერკოდი შეყარებულები არიან და ჩემი შულთან ეჭვიანობენ. გეფიცემ, რომ ეს აზრები მიტრიალებს თავში რა. დიასა ზედავთვარი ამოზიოდა თინათის დიასაზე. ნეტა ეგეთი კაცი მყავდეს, ნეტა ეგეთი კაცი მყავდეს, ნეტა ეგეთი ყა ეს რა მაგარი კაცია და ეს ვინ ყავს გვერდზე და ეს რა მაგარი ადამიანია და როგორი ბიჭია და მთელი ამბები. ეჭვიანობს შემსე. ასეთ საბჭოა მიშება და იმით უარი ეს ჩემს მიმართ ესე გაგიზიანებული და საშინო მდგომარეობაში. ანუ წეღან ლელუ როგორ იმართლებდა თავს იმაზე, გასუქებაზე. გოგო, მე რა ვიცი, თინათი სიამოვნებს რომ სუქდებაო, რა სისულელია. იცი რატო? იმიტომ რომ ამას არ ქონდა გამართლება მაგის სიტყვებს და ყველანაირად ცდილობდა გაემართლებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. იმიტომ რომ იქ არის მოხაზული იყო რა. დედა ის ორი ლუკმა პროსტა არ მესმის ხალხო, ლუკმების დათვლა რა პონტია? არა, გაგვიღიმა დიას. და ეგ კარგი უნდა დაგვეფასა თუ რა კარგზე საუბრო. ანუ საჭმელზე საუბარი ტეხავს ხალხო, განა რა იყო ერთხელ გვაჭამა და ეგ იყო და ეგ. ვაიმე, მადლობა იმ 5 ხინკლისთვის და 1 ქაბაბისთვის. 5 ხინკლი და 1 ქაბაბი, როგორც ჩანს დიასამ ვერ გვაბარია. 3 ნეჭერი პიცაც. დაურიცხავთ. ანგარიშის ნომერი გამოგზავნე.